ლუკა ბარბაქაძე გახლავთ 19 წლის, ეს მისი დებიუტია Young Warriors-ში. თემურ მარტიაშვილი კი 18 წლის და დაიწყო ბრძოლა. თემურს ორი ბრძოლა აქვს უკვე ჩატარებული. წითელი კუთხე. პირველ ნომრად მუშაობს და ახლა შესანიშნავი გდება ლუკას შესრულებით. კიდევ ერთი ლოუკიკი. პრესავს. გალიასთან უნდა რომ მოიწყოს მეტოქე. ფრონტი ახლა შეიძლება გასულები. ახლა კარგი ორიანი და შეიძლებოდა ტექდაუნის გაკეთება, თუმცა რატომღაც გოლში მიდის ხუბი. ამჯობინა, ახლა კარგი ახლა ლუკამ წააქცია მოცელა თემური კონტროლებს კეიჯთან მარტიაშვილი. აქ პოზიციისთვის მიმდინარეობს ბრძოლა. ბიჭები არ ჩქარობენ პარტერში გადაყვანას ერთმანეთის. აი ხა მუხლმა გაიარა კუჭის თავში. გამოვიდა ლუკა. შემოტრევა, თუმცა რამოდენიმე დარტყმა გაატარა. ისევ ბარბაქაძე. ისევ ლოუს მცდელობა. ძალიან კარგი მარცხენა ჰუკი. ისევ ახლა კომბო და ისევ გალიასთან მიდის პოზიციური ორთაბრძოლა, შეიძლება ამოსმულის გაკეთება. ფეხის აღება, დაბლაჩაცურება, რატომღაც ბიჭები დგომში ამჯობინებენ მუშაობას. აკონტროლებს მარტიაშვილი. ეხლა მარტიაშვილი შეუძლია გდების განხორციელება. თავარია მიწვდეს ფეხს, თუმცა მუხლი შეუტია. კიდევ ერთი მუხლი. ახლა ამოსმულის მცდელობა ძალიან სწორი. ახლა მარცხენა უკი და შეიძლება. ახლა ზურგი მისაუნებლიეთ ლუკამ. თუმცა ისევ დაიბრუნდა. ჯერჯერობით მიმდინარეობს მარტიაშვილის კონტროლით ეს ბრძოლა. ახლა შეიძლება ფეხის გამოცვლაც, დაბლა ჩაყვანა, თუმცა მუხლით მუშაობა სამჯერიოს და ჩაიყვანა. ჩაიყვანა მარტიაშვილმა. ახლა შეიძლება grounded found-ი. დარჩენილია 20 წამი. side control-ში. გადადის full mount-ზე. 10 წამიანში თუ მოახერხებს დაფინიშებას. ხელისკინეული შეიძლებოდა და ალბათ გაუძლებს და გადაურჩა, სასაულად გადაურჩა. არ დანებდა ლუკა ბარბაქაძე ბოლომდე. თემური მარტიაშვილის შეტევას. ეს რაუნდი ალბათ თემურმა წაიღო. თავისი აქტიურობით ბოლოს ძალიან ჩაიყვანა, აკონტროლებდა კიდევაც დროული ტექდაუნი გააკეთა და grounded found-ში ინაღამ დაასრულა. სხვა 10 წამი დააკლდა შეიძლება. ცოტა ადრე რო ეცადა ის რო აღნიშნე მაშინ ტეიქდაუნი შეიძლება უფრო მეტი დრო ექნებოდა. ისე ადვილად გადაუშვა. არა და შეეძლო რატომღაც არ იჩქარა, თუმცა რაუნდი წაიღო. ალბათ გამოსილების ამბავიც არის, ახალგაზრდები არიან ბიჭები. დებიუტს ატარებენ. დებიუტია. ნუ მარტიაშვილს ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული და ეს 18 წლისაა, მაინც უფრო პატარა ასაკი და უფრო გამოცდილს ხდის თავის მეტოქეზე, რომელიც დებიუტს ატარებს MMA-ში. ნახოთ მეორე რაუნდში რა კორექცია შეიტანენ კუთხეები. ლუკა ბარბაქაძე დაიწყო ისევ წინ მიდის თემური. ახლა ცოტა იხსნა, კარგად იცელს მარტიაშვილი. ახლა back kick-ი. low დაუბრუნა პასუხად ლუკამ. ახლა კარგი ჯები ლუკა შესრულებით. თუმცა ისევ რაღაც თოფურია სტილში ცდილობს მარტიაშვილი. თუმცა ახლა დაუშვა შეცდომა მარტიაშვილმა და მისა ფეხი შეიძლება ტეიქდაუნის განხორციელება.
აი ხლა ესეთი მომენტები აუცილებელია რომ გამოიყენო. კი. ამით შეიძლება სულ მცირე რაუნდი მოიგო. გადაიყვანო დარჩენილი სამწუთიანი რაუნდია, უკვე 2-ია დარჩენილი და 2 წუთი შეიძლება აკონტროლ და წამოიღო რაუნდი. კარგი ტემპით მიმდინარეობს მეორე რაუნდი, თუმცა სცენარი არ შეცვლილა. პირველ ნომრად მუშაობს თემურ მარტიაშვილი და ახლა კარგი ტეიქდაუნი შეიძლება გრაუნდ პაუზზე მუშაობაც. რაღაც რაღაც ტექნიკური ხარვეზი აი გაგრძელდა ბრძოლა. ისევ იგივე სცენარით მიმდინარეობს მარტიაშვილი აწვება ახლა სამიანი. აი შევიდა კაი დარტყმები, კაი კომბინაცია. გამოცალა ფეხი ჩაიყვანა ისევ და შეიძლება ახლა პირველ რაუნდში დაწყებული ground and pound-ი დასრულდეს. საშიშია კონტროლებში მარტიაშვილი. აი ახლა ground აი ურტყამს. ძალიან კარგი ორიანი. აკენებს დარტყმებს. მარტიაშვილი აიღო შეუძლია დამთავრება. შეიძლება ყველაფერი დასრულდეს. ახლოს არის დამთავრებასთან. აი გრძელდება დარტყმები, ბექვისტი. აი და რეალნეკი ჩოუკი გადავიდა. კარგად აიღო ჰუკები, შეიძლება ახლა დასრულდეს ყველაფერი და დაასრულა მეორე რაუნდში. ადრე მეგობრებო. თემურ მარტიაშვილმა რეალნეკი ჩოუკით მახჭობელა ილეთით გაიმარჯვა თემურ მარტიაშვილმა მეორე რაუნდში. იბრძოლა ბარბაქაძემ. ჰქონდა თავისი მომენტები, თუმცა და თემური Ladies and gentlemen, the referee has called this contest declaring the winner. The red corner. მევანდელი საღამოს პირველი ბრძოლა დამთავრდა რიო ნეიქ შოუკით. ვადაზე ადრე submission